მოგესალმებით ყველას, ეს რობიტარო არხია, მე რუბი ვარ. დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა იქნება ვინ მოგწერთ ძალიან მალე. დღეს გვაქვს გაშლა სამ პოზიციაზე, თქვენს წინაშე არის პოზიციები. ირჩევთ ინტუიციურად ან საყვარელი ციფრის მიხედვით. შეგიძლიათ ვიდეო დააპაუზოთ და მზად რომ იქნებით, განაგრძოთ ყურება, ასევე შეგახსენებთ, რომ ჩაწერილ ვიდეოებს შეგიძლიათ ყოველთვის უყუროთ. ვიდეო მაშინ იწყებს თქვენზე რეზონირებას, როდესაც უსმენთ და კავშირში არ არის ის საიტზე, როდის არის განთავსებული. პირადი კონსულტაციები, ვისაც გაინტერესებთ დეტალები, მომწერეთ მესენჯერში, Facebook-ის ლინკი მოთავსებული არის ყოველთვის ვიდეოს აღწერაში და კომენტარების ველში. დავიწყოთ პირველი პოზიციის განხილვით, ვიცი რომ ყველას გვეჩქარება პასუხების გაგება და გავიგოთ ასეთი მნიშვნელოვანი მომენტი თუ ვინ მოგწერთ თქვენ ძალიან მალე. პირველ პოზიციაზე თქვენი გული თავისუფალი არ არის ჩემო ძვირფასებო. აქ არის სიყვარულით სავსე ემოცია. და შეიძლება ჩავთვალოთ, რომ პირველ პოზიციაზე თქვენ ცხოვრებაში არსებობს ადამიანი, რომლის მიმართაც გაქვთ გრძნობები და რომლის მიმართაც გაქვთ დიდი იმედები. იმედები აქედან გამომდინარე, ეს ადამიანი, ამ ადამიანის მოწერას იმდენად არ ელოდებით პირველ პოზიციაზე, რამდენადაც ამ ადამიანის რაღაც გრძნობებში გამოტყდომას, აღიარებას, გრძნობის შემოთავაზებას, ან ურთიერთობის შემოთავაზებას ელოდებით მისგან. მისგან ელოდებით ამას. დღევანდელი თქვენი მდგომარეობა არის იმის გაცნობიერება, რომ შეყვარებულები ხართ ადამიანზე და გინდათ, რომ მისგან მიიღოთ გრძნობების აღიარება, იმიტომ რომ ხვდებით, რომ ეს ადამიანი თქვენს მიმართ გულგრილი არ არის. რადგან ამ საკითხს შეეხო კარტი, მოდი მაინც გავიგოთ, ვინ მოგწერთ ძალიან მალე. ეს ადამიანი მოგწერთ, მაგრამ მაინც ვნახოთ დეტალები. თუ ახლა ნერვიულობთ, რომ რაღაც ურთიერთობა არ გამოდის, თუ ახლა ნერვიულობთ, რომ ამ ადამიანთან ურთიერთობა გაფუჭდა ან დაიძაბა, თუ ფიქრობთ, რომ ვაიმე, ჩემზე რაღაც გაიგო, ან რაღაც მოვუყევი, ან რაღაც ლამაზად არ ვთქვი, ან რაღაცაში ჩვენი აზრები არ დაემთხვა ერთმანეთს, ან პირველი კამათი მოხდა და ფიქრობთ, რომ ეს ადამიანი დისტანცირდება, არ ვიცი, ბევრი ფიქრი გაქვთ ნეგატიური, შიში, ემოცია, რომ ამ პიროვნებასთან რაღაც აირევა გაფუჭდება და ასე შემდეგ. აქ მინდა დაგამშვიდოთ, რომ თუ ამ ადამიანმა თქვათ პირობითად 3 დღე არ მოგწერათ, მეოთხე დღეს აუცილებლად მოგწერთ. აქ არაფერი არ დამთავრებულა, აქ არის თქვენი გადამეტებული ნერვიულობა, აქ არის შიში იმისა, რომ ვერ მიგიღებთ ეს ადამიანი ისეთი როგორც ხართ, გამუდმებით ცდილობთ, რომ მას მოუფრთხილდეთ, ამ ემოციებს და ურთიერთობას მოუფრთხილდეთ. ამიტომ თუ გაქვთ პირველი კამათი, პირველი გაუგებრობა, ან დიდხანს გაგრძელა თქვენ შორის თუმილი, ეს ადამიანი აუცილებლად გამოვა კონტაქტზე. სხვათა შორის, ესე პირდაპირ ვერ გეტყვით, რომ სიყვარულს აგიხსნით ახლო პერიოდში, მაგრამ სასიამოვნო ნაბიჯი მაინც ექნება და გრძნობების განხილვა ექნება. ანუ მაინც არ იტყვის მე შენ მიყვარხარ, მაგრამ ბევრ სასიამოვნო დეტალს გაგიჟღერებს, სიყვარულით მოდის, ემოციებით მოდის ეს ადამიანი, თუმცა თქვენს გრძნობებში თქვენ უფრო მეტად ხართ დარწმუნებული ახლა ვიდრე თავად და ამიტომ ცოტა დროს აიღებს, რომ კიდევ რაღაცებზე დაფიქრდეს. დაგემშვიდობებით პირველებო. გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე პოზიციის განხილვაზე, მოგესალმებით მეორეებო. და მოდი გავიგოთ თქვენ შემთხვევაში, ვინ მოგწერთ ძალიან მალე. ხმლების მეფე.
აქ პირდაპირ მამაკაცის ფიგურა არის, რომელიც ამ შემთხვევაში არის ან ძალიან ცივი, ხისტი, კატეგორიული, რთული. ან შეიძლება თქვენი ყოფილი არის ნებისმიერი ზოდიაქოს ნიშნით, ან შეიძლება იყოს მამაკაცი, რომელიც არის ტყუპები, სასწორი ან მერწული. უფრო არის წარსული ენერგია, ადამიანი, რომელთანაც ახლა ურთიერთობა არც თუ ისე სასიამოვნო ან კომფორტული, ან ზოგადად საერთოდაც ახლა ამ წუთას არ გაქვთ არანაირი კავშირი ამ ადამიანთან. და აქედან გამომდინარე, თქვენი ენერგია, თქვენს შორის არსებული ენერგია არის ხისტი, გაციებული, ან ძალიან გაბრაზებულები ხართ ახლა ამ ადამიანზე. აქ მოდის SMS-ი პიროვნებისგან, რომელიც არის უფრო ყოფილის ენერგია. შეიძლება აი ეს თქვენი ყოფილი არ იყოს, მაგრამ თქვენ შორის ნამდვილად არ იყო დიალოგები მხოლოდ სწავლა-განათლებაზე ან მეგობრულ ენერგიაზე, არ აქვს თქვენ შორის შედგა ქიმია, უბრალოდ რაღაც მომენტში ეს ქიმია გადაიზარდა მე ერთმანეთთან გაურკვევლობებში, დაგროვდა თქვენ შორის ბევრი რთული მომენტი და ახლა შეიძლება ამ ადამიანს იხსენიებთ როგორც უხეშ ადამიანად, ან ცივია თქვენთვის ძალიან კატეგორიული ჯიუტი და პრინციპულია. აქ მინიშნება მოდის, რომ ამ პიროვნებას ძალიან უყვარს გონებრივი თამაშები, მანიპულაციები, ერთს ამბობს, მეორეს აკეთებს, მუდმივად რაღაცას თავის თავზე მალავს, არაფერს სიმართლეს დიდად არ ყვება, ან თქვენს ურთიერთობას მალავდა, ან მიდრეკილი არის, რომ გამუდმებით გქონდეს მეორე ცხოვრება, საიდუმლო ცხოვრება. და შეიძლება ზუსტად ეს გახდა იმის მიზეზი, რომ ურთიერთობაში ბევრი ნეგატიური დამოკიდებულება გაჩნდა. ესეთი ადამიანი მოდის თქვენთან, ეს ადამიანი გამოდის კონტაქტზე, მოდი ვნახოთ მიზეზი. ჩათვლის საჭიროდ, რომ დუმილი უნდა დაირღვეს, რაღაცები უნდა გაირკვას. მიზეზი ის არის, რომ მოთმინება ამოეწურა, რომელიც სხვათა შორის ძალიან დიდი აქვს. ამ ადამიანს აქვს ძალიან მოთმინების უნარი ზოგადად. არ არის ესეთი იმპულსიური ამ საკითხში, თუ რაღაც ჩაიფიქრა, შეუძლია რომ იჯდეს და დიდხანს მოიფიქროს სტრატეგია, ძალიან კარგი არის ამ საკითხში, შეიძლება აქ მორიელიც იყოს ზოდიაქოთი. მაგრამ აქ ჩათვლის საჭიროდ, რომ ამ შემთხვევაში მოთმინების ფილა ამოეწურა. შეიძლება რამე დაპოსტეთ აქედან გამომდინარე, ხო? ასეთი პიროვნება მოგწართ და გემშვიდობებით მეორეებო. მოდი გადავიდეთ ახლა ჩვენ მესამე პოზიციაზე და გავიგოთ მესამეებო, თქვენ შემთხვევაში ვინ მოგწართ ძალიან მალე. თუ ყავთ ისეთი ადამიანი წარსულიდან, რომელსაც რაღაც თანხა ასესხეთ და შემდგომ თქვენი ურთიერთობაც გაფუჭდა, ან რაღაცნაირად იცით როგორი შეგრძნება გაქვთ, რომ მე მას ხელი გავუმართე, გვერდში ვედექი, ყველაფერი გავუკეთე, მაგრამ ვერ დამაფასა. ანუ ადამიანი, რომელმაც ერთ დროს ძალიან სუსტად დაგაცარიელად თქვენს გულს შეეხო ცუდი კუთხით. ადამიანი, რომლის გამოც ყველაფერი დათმეთ, ან ბევრი რაღაც დათმეთ, ბევრი სიკეთე გაუკეთეთ და ადამიანი, რომელმაც ეს ყველაფერი წყალში ჩაყარა. ესეთი ადამიანი გამოჩნდება თქვენთან, მაგრამ იცით როგორი ენერგია მოდის, რომ თითქოს ამ ადამიანს ბევრი საუბარი არ უყვარს და რატომღაც მოდის აქ მაინც მამაკაცის ენერგია. მამაკაცი არის ეს, არ არის ქალბატონი. ამ ადამიანს ბევრი საუბარი არ უყვარს, არის მიუხედავად ასეთი სიტუაციის ამაყი. თავის თავს არ იდანაშაულებს არაფერში, ესეთი ვიზუალის შექმნა შეუძლია. აქ არის ორი ვარიანტი, მოდი ორივეს გავაშხერებ, რომელიც თქვენზე რეზონირდება.
ის არის თქვენი. ერთი ვარიანტი არის ის, რომ ამ პიროვნებას, რომელსაც თანხობრივი, ასე ვთქვათ, დახმარება გაუწიეთ და მაშინ ვერ გიბრუნებდათ თანხას. დღეს მშვენივრად არის მისი, ასე ვთქვათ, მატერიალური მდგომარეობა, რაღაცაში გაუმართლა, ან დიდი ფული მოიგო, ან იშოვა, ან იმუშავა და ასეთი გზით იშოვა. ყოველ შემთხვევაში აქ მოულოდნელად მოდის მისგან SMS-ი, რომ თანხა დაგიბრუნოთ, ან ამ საკითხთან დაკავშირებით რაღაცები მოაგვაროთ, თუ საერთო ქონება გაქვთ მით უმეტეს. მაგრამ თუ ასეთი ისტორიები არ გაქვთ არავისთან, მაგრამ მაინც გატკინათ გული რაღაცა შეეშალა და ნერვები მოგიშალათ ადამიანმა. აქ მოდის ესეთი პიროვნება, როდესაც მასზე კონტაქტებოდით, ჰქონდა ძალიან რთული ფინანსური მდგომარეობა, ურთიერთობები ძალიან რთული იყო მის გარშემო. მაგრამ ახლა მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა და იცით რის გამო მოდის თქვენთან, რომ დაგანახოთ დღეს როგორი მაგარია და თქვენ როგორ არ მიეწით საკმარისი დრო, როგორ გეჩქარებოდათ ყველაფერი, როგორ ვერ დაინახეთ მასში პოტენციალი და როგორ შეცდით თქვენ. აი იცით როგორი სიტუაცია არის, რომ ადამიანი დიდი ხნის მანძილზე შეიძლება ცხოვრობდა ან თქვენს ხარჯზე, ან საერთოდ არ ფიქრობდა თავის კარიერაზე. მერე თქვენ რომ მასთან კონტაქტი გაწყვიტეთ, შეიძლება ფინანსების გამო, შეიძლება სხვა პრობლემის გამო, ამ ადამიანმა გადაწყვიტა, რომ აი ნახე, ახლა ზუსტადაც ისეთ ფასად შევიქმნი, ან ზუსტადაც გავაკეთებ ყველაფერს იმის გამო, რომ მივიდე და ეს უთხრა, რომ მე მაგარი ვარ და შენ არ მომეცი დრო, რომ ეს დამემტკიცებინა. აქ ცოტა სიმართლე გითხრათ, თქვენს გამო არ არის აქ მოსული ადამიანი, აქ არის თავის მიღწევების დემონსტრაცია და აფიშირება, მაგრამ შეიძლება თქვენ კოშკის არკანით ისეთი შეგრძნება დაგეუფლოთ, რომ რაც არ უნდა მაგარი იყო, აღარ მინდა შენთან არაფერი, იმიტომ რომ ადამიანურ ენერგიაში, ადამიანურ საკითხებში არ იყავი მართალი ჩემთან, თქვენი პოზიცია არის ეს. თუ გეცნოთ ეს სიტუაცია და გაქვთ ესეთი ისტორია, ეს პოზიცია თქვენზეა თუ არა და შეგიძლიათ რა თქმა უნდა გადაირჩიოთ, ან ჩაწერილ ვიდეოს უყუროთ, ან ჩემს შემდეგ ვიდეოს დაელოდოთ, რომელსაც უახლოეს პერიოდში ჩაგიწერთ აუცილებლად. ახლა კი დაგემშვიდობებით, წარმატებებს გისურვებთ და მომავალ შეხვედრამდე.